მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. Zmano da. ეს როგორც ყოველთვის უდიდესი განძი მოვიდა, როგორ ძალიან არეული ერთმანეთში და ვერ დავუწყო. მიზეზი ამის იყო ის, რომ ძალიან ხარისხიანი პირა იყო, ძალიან დატვირთული პირა იყო. დილიდან საღამომდე, ღამიდან დილამდე, ესე გრძელდებოდა ორშაბათი, სამშაბათი, ოქროთი, უჩავი, პარასკევი და მხოლოდ პარასკევს საღამოს მოვიცალი, რომ დამძარიყავ ოთახში და დამიწყო გადაგებისთვის მომზადება. არაუდანეულია, მაგრამ პრინციპში გუშინ იმდენი ვიცინე, ეხლა დარწმობა ვეღარ მოახერხე, მაგრამ ვინმესო დაერეკა და ეთქვა, რომ მამა ალექსანდრე ტომარა ბრილიანტი და ოქრო მომავს. ოღონ დღეს მომავს, ეხლავე მოვიდა, ოღონ არაუდანეულია, ყველაფერი გადახრაკული ერთმანეთში და თუ გინდა ერთი 5 დღე დავაწყობ ლამაზად და მოვიდა. ნუ ალბათ ყველას პასუხი ეხება და არავითარ მოიტანე, დღესვე აღწევსე მოიტანე. ასეა ეს, რადგან განძია იმას დაწყობა ნიშნულობა აღარ, თავარია განძი. ასე რომ ყველაფერი დაიწყო. ამიტომ მე ცოტა ესე არაუდანეულად მოგაქმნებთ ამ განძს. ზმანოდა და დღეს არის უდიდესი წმინდა მამის საბა განწმენდელის ხსენება. ჩვენ საბა განწმენდელის შესახებ ადრე წლების უკან როგორც მე მახსოვს შეხვედრაზე მთლიანად წავიკითხეთ მისი ცხოვრება, შემდეგ საკვირაო ქადაგებაში ალბათ 2 თუ 3 წლის უკან ჩვენ დაწვრილებით კიმენური რედაქცია თუ რაც შეგვეძლო კვირის ქადაგებაში ჩატეული იყო წავიკითხეთ ფრაგმენტები და ეხლა უფრო გავამახვილებ ყურადღებას იმ ადგილებზე, რომლებიც ჩვენ გამოვტოვეთ და ეხლა წაგიკითხავთ იმ ადგილებს და თან გავმარტავთ მეტად საინტერესო ცხოვრება ჰქონდა ამ უდიდეს მამას. თან უნდა აღნიშნოთ ერთი რამაც, მანდა და დაერქვა ისე რომ როდესაც ჩვენ 2 წლის უკან პირველად გადმოვდექი აბიონიდან და ვიქადაგეთ, ჩვენ მაშინ იუსტინიანე იმპერატორის შესახებ ვისაუბრეთ, იმიტომ რომ იმდენად დიდი სიხარული იყო ტაძრის გახსნაზე, რომ გავიხსენეთ იმპერატორი, რომელმაც აია სოფია გახსნა კონსტანტინოპოლში და დიდი სიხარულის გამო აცეპტა კიდევაც ეს მეფე. მე ჩვენ უკვე 2 წლის თავზე მოხდა ესე, რომ დაემთხვა მისი ხსენება კვირა დღეს. ხოლო წინა კვირას, ერთ-ერთ ესე წინა კვირას ჩვენ ტაძრად მიიყვანება ღვთისმშობლის დღესასწაული იყო კვირა დღეს და ასევე გავიხსენეთ ჩვენ ეს იმპერატორი იუსტინიანე. იმიტომ რომ გავიხსენეთ ტაძრად მიიყვანება ეს იყო კიდობნის გადატანა და შეტანა ძველი აღთქმის ტაძარში, აი ამის წინასწარმეტყველება იყო ღვთისმშობელზე, ამის გამო დავითი აცეკვდა სიხარულით ძველი აღთქმის წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი, ასევე ამ ტაძრად მიიყვანების ამის გამო გავიხსენეთ ისევ იუსტინიანე და დღეს ზმანოდა და ლავიხსენეთ იუსტინიანეს და უკვე ფიქრად მოდის, რომ ეს მეფე ჩვენთან არის. ყოველთვის ჩვენთან არის და გვეხმარება აშკარად. თან ის იყო უდიდესი ტაძრის მშენებელი ზმანოდა და არა მარტო აია სოფია, მთელ რომის შემოგარენში, რომის იმპერიაში ძალიან ბევრ ადგილზე მას საოცარი ტაძრები აშენა და მას ძალიან უყვარდა მოზაიკური ხარწერა და აი ოქროს მოზაიკით მოფინა მთელი ევროპა და რენესანსამდე მან დაიწყო რენესანსი. ზუსტად ეს ჩვენი საკურთხეველში მაცხოვრის ხალხი ზმანოდა და აღებული ზუსტად აია სოფიედან იუსტინიანე იმპერატორმა რომ მოახატვინა მოზაიკი. და დღეს კვლავ იუსტინიანე ჩვენთან არის, იმიტომ რომ საბა
განწმენდების ცხოვრებაში ჩვენ ვკითხულობთ, არეულობა მოხდა პალესტინაში და პატრიარქმა პალესტინის იერუსალიმის პატრიარქმა გააგზავნა საბა განწმენდილი შვანგომლად მეფესთან, რომ ძალიან დიდი არეულობა იყო. დაანგრიეს მტრებმა, ტაძრები დაანგრიეს, დიდ გასაჭირში ეკონომიკაში ჩავარდა იერუსალიმი და საბა განწმენდილი ჩავიდა კონსტანტინოპოლში და იმპერატორმა დაინახა ესეთი ხილვა, თქონდა რომ მოდიოდა საბა განწმენდელი და სახე იყო როგორც მზე, არ უჩამდა სახე, იმდენად გავრცელებული და მეფე გაუგდა სანახაობით მივიდა გადაეხვია წმინდას და აკოცა თავზე და უთხრა რასაც მე ყველაფერს შეგისურებ და უამრავი ოქრო ვერცხლი აჩუქა საბა განწმენდელს რომ აეშენებინა ტაძრები, გაემტკიცებინა მონასტრები, ზღუდეები, კოშკები აეგო და წინასწარ მეტყველება უთხრა საბა განწმენდელმა იუსტინიანეს, იმპერატორო, დაკარგულია რომი, დაკარგულია აფრიკა და ამის სანაცვლო შენ აი ამ დიდი პატივის სანაცვლოდ რომ ესე შეეწე იერუსალიმს, ყველაფერი ასდგება სულ მალე, რომიც დაგიბრუნდება და აფრიკას ძმანოდა და მართლაც რამოდენიმე წლის შემდეგ ისე მოეწყო რომ რომის იმდროინდელი, ისე იგი დასავლეთის უკეთური იმპერატორი გარდაიცვალა, აფრიკაც ვისაც ხელში ჰქონდა ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორია რომის ის ადამიანებს რაღაც ისე მიეწყო რომ გარდაიცვალენ და მთელი უბრძოლველად შემოუერთდა იუსტინიანეს ეს მიწა-წყალი, ასე რომ დღეს კვლავ იუსტინიანეს ვიხსენებ, ის განსაკუთრებით შემწია ტაძრების შენებლობის და აი კიდევ ერთი სასწაული რომ დღეს ვასხამთ, ბალავას დღეს ვასხამთ დავიდა კონსტანტინის ტაძრის, ესე დაემთხვა ძმანოდანო ტაძრის საფუძველს წირვის შემდეგ მოხდება ეს ჩასმა. ასე რომ იუსტინიანე მეფე ნამდვილად გრძნობს ჩვენ ძმანოდანო, აი ამ შეწევით, ამ ამბებით, რომ ის ნამდვილად აქ არის და გვეწევა ჩვენ ცოდვილებს აშკარად. ძმანოდანო საბა განწმენდელი მეექვსე საუკუნის მამა. ჩვენ კიდევ ვამბობ, ბევრი რამ ვისაუბრია მის შესახებ. ის ადგილები ამოწერე, მისი ცხოვრება ძალიან დიდია და ერთ საკვირაო ქადაგებაში ამოვწურავ ბოლომდე. ერთი ადგილი ნახეთ, ესე ნეტარი საბა ზეცისა ქალაქისა მოქალაქე იყო ძმანოდა. რადიდებული სიტყვებია რა. ამ ქვეყნიური არ იყო ეს კაცი ძმანოდა. ეს იყო ზეცის ქალაქის მოქალაქე. ჩვენ ახლა შორს ვართ ამისგან, ჩვენ ზეციური გერა, მთლიანად ამქვეყნიური ვართ, მაგრამ დღესაც ხარ იშვიათად, მაგრამ ხომ არის ესეთი ხალხი ძმანოდა, რომ შეიძლება ესე ვთქვა, პირობითად მაინც ესე ნეტარი ზეცისა ქალაქისა მოქალაქეა. ნახე ეს რადიდებულია ქართული ენა ძმანოდა. აი ეს ფრაზა რაღაცნაირად არის ბარომეტრი. აბა ჩავსვათ ჩვენი სახელები. ესე ნეტარი ალექსანდრე ზეცისა ქალაქისა მოქალაქეას. რაღაც იმწავს მივხვდები და შევწყვი, ხო? აი ჩვენი სახელი რო ჩავსვათ ძმანოდანო, ეს ისეთი ბარომეტრია, რომ იმწავს გვამხეს. ჩვენ არა ვართ სულიერები ძმანოდანო. თუმცა ახლა მე მაგალითად ერთ-ორ ადამიანს ამას უწოდებდი ამ ფრაზას, აი ნამდვილად შესაძლებელს იყო. მე უწოდებდი ამას ჩვენს პატრიარქს, მე უწოდებდი ამას ამ ფრაზას შეშვენის ეს ფრაზა ჩემი აზრით რამოდენიმე ბერს, ვისაც ვიცნობ მე და პეტროგრადში რამოდენიმე ერის ადამიანსაც. ზოგი არის ისეთი საყვარელი ადამიანი, ერის კაცი ძმანოდან, ისეთი სათნო, ისეთი თავდაბალი, რომ მათთვის საერთოდ უცხოა ბოროტება, მზაკრობა და ასე შემდეგ. თუმცა არიან ესეთი ადამიანები და აი მათ ეკუთვნის ეს სიტყვები, ესე ნეტარი ზეცისა ქალაქისა მოქალაქეას. ძმანოდან დიახ პატრიარქი ვახსენებ, მე ხვდა ბედნიერება ამ კვირას შევსულიყავი უწმიდესთან ერთ საქმეზე და
ძალიან ბედნიერი ვარ, როცა საღამოს 9 საათზე აქვს პატრიარქის ლოცვა, აკრობენ შუქს, ესე იგი შუქის ქვეშ არმიდის ლოცვა, ანთებენ სანთელს და აი ასეთ ბჟუდავ ესეთ რაღაცნაირ ესეთ გარემოში ხდება ლოცვა და რასასიამოვნოა ჯერო პატრიარქი იქ არის და იმ დღეს მე რომელდრე იყო ეს ხუთშაბათი პარასკევი ვაროხსერებ და ესე იგი უამრავი ხალხი იყო ძალიან ბევრი მოსული და იმ დღეს რაღაც იმ საღამოს ისეთ შტაბეჭილება დარჩა ძალამაზი ქალები იყვნენ მოსული მოხუცების ლამაზები და რაღაცა მონაზვნები ბევრი და აი რაღაც წარმოვიდგინე ძველ საქართველოში ვიყავით მამო და და აი ძველ საქართველოში და გვირგვინი ყველაფრის როცა უკვე ემზადებოდით ლოცვისთვის და პატრიარქი შემოგბრძანდა რასაოცარი ახლა პატრიარქ თქვენ იცით რომ ნუ ესეთი მოხუცია უკვე 24 წელი პატრიარქობას მამო და დანო ამდენი ეპოქალური პერიოდი გავიარეთ და თითქოს აი მოხუცია თითქოს უძურად არის მაგრამ რა გამოხედვა სწავლობდა რა გამოხედვა რომ შემოვიდოთ ესე შეათვალიერეთ შემოხედეთ რაღაც ისე მიგზენი შიშს ვერ ვიტყვი მაგრამ რაღაცნაირი გზნობა ხდება მაქსხოლმე ყოველთვის როცა პატრიარქს ხედავ ჩვენი ბრელი მართლაც ხურცილავა გიორგი რომელმაც მოიყვანა ცოლი ეს ვიცი თქვენ ელენე არაჩვეული გოგონა მოიწმუნე იერუსალიმში გაიცნო ფეხმძიმეთ არის სხვათა შორის და უკვე თებერვალში ელოდებიან მან რამოდენიმე თვის უკან პატრიარქს შეხვდე ჩემი დაჟინებული მოთხოვნით რომ აუცილებლად და მოხდა ისე რომ მოახერხეთ რომ შევიდნენ და პატრიარქი და ნახეს და ელენემ თქვა რომ ელენე იერუსალიმში დიდხანს ცხოვრობდა რომ ისეთი განცდა მქონდა როგორც ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის დროსო აი ესეთი დიდი სიხარული მქონდა ძმანო და დანო ესე იგი ეს საოცარი ადამიანი საბა ბავშვობიდან იყო გამორჩეული და დაახლოებით 12 წლის იყო როცა უკვე მონასტერში მივიდა უფრო ადრე მივიდა მაგრამ დაახლოებით 12 წლისა გაცხელებულ ღუმელში პიჯვარი გადაიწერა შევიდა და გამოიტანა ერთი მუშის ესე იგი მუშას დარჩა ღუმელში ჩასაცმელი და იმის გარეშე არ შეიძლებოდა არაფერი ვერ გააგრძელებდა მუშაობას შევიდა უშიშრად ნიში და ჯვრისა და თავითვისი შეიჭურვა და შევიდა ღუმელს ამას და გამოიღო სამოსელი უნებელად ვითარცა იგი ბაბილონშინა საკვირველ ქნა ღმერთმა და გაკვირვებული იყვნენ და ამის შემდეგ წარმოიდგინე როგორ შეკეტავდნენ ამ ბავშვს მანო და დანო მონასტერში რომ ღუმელში კაცი შევიდა და გამოვიდა უნებელად წამში უნდა დამწვარიყოს მანო და დანო და რა თქმა უნდა უკვე განწმენდილად და დიდად უყურებდნენ საბას. ეს ადგილი იმიტომ მოვიყვანა ძმანო და დანო, რომ ერთ საკითხს შევეხო. ზოგიერთი ადამიანი წაიკითხავს ამ ძველი წმინდანების ცხოვრებას, განსაკუთრებით ასკეტი მამების წესდებას და გადმოაქვს ერში ძმანო და დანო. რაც არის უდიდესი შეცდომა. რაც საბოლოოდ ადამიანი მიყავს არა სწორ სულიერ გზაზე, არამედ სულიერ ავადმყოფობამდე ძმანო და დანო. ამიტომ ერთ-ერთი წმინდა მამა აი ესეთ რამეს გვირჩევს. შეეცადეთ წმინდა მამათა ის წიგნები წაიკითხო, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება თქვენი ცხოვრების წესს. რათა შეგეძლოთ არა მარტო კითხვით დატკბეთ და ისიამოვნოთ, არამედ საქმითაც შეასრულოთ მათი რჩევა პარიგებრივი. ერში ცხოვრები ქრისტიანი, იმ დიდი მამების თხზულებებს უნდა კითხულობდეს, ხალხისთვის რომ წერდნენ და ისეთ ქრისტიანულ სათნოებებს ასწავლდნენ, რომლებიც ყოფითი საქმეები დაკავებულ ადამიანს შეეძლება. განდეგი ბელებისთვის განკუთვნილი საკითხავი, რომელიც ერში ცხოვრები კაცის ცხოვრების წესს არ შეესაბამება, სულს ოცნებასა და ყალბურ მდგომარეობაში აგდებს. ცხოვრების წესისათვის შეუსაბამო საქმეებში წოფნა თეთრ შრომას უნაყოფოს ხდის. ცხოვრებას ფუჭად იხარჯება
სათნოებებიც ქარს მიაქვს. ამგვარი კაცის ძალებსა და შესაძლებლობებს აღმატებული სულთნა მაღალ სათნოებებში სულს ხშირად უკურნებლად ასნეულებს და შფოთში არგებს. ამასთან დიდი ხნით ზოგჯერ სამუდამოდაც ართმევს ყოველგვარი ღვთისმოშიში მოღვაწეობის უნარს. მე მგონი ყველაფერი გასაგებია და დავიმახსოვროთ, როცა ჩვენ წავიკითხავთ, რომ ის ასკეტი ბერი, რომელსაც უკვე ბერი იყო გადადებული ქონდა თავი და უკვე ღმერთს უერთდებოდა, არ ეძინა საერთოდ მთელი ღამის განმავლობაში და თუ ჩაეძინებოდა ისეთ საფხულზე კი არა, იქვე ჩამოჯდებოდა ან კედელს მიეყნებოდა, ესეთი რამე ხარ რა მოიტანო შენ ამ ცხოვრებაში, ამ ჩვენს ყოფაში, ზვანდა და მაშინ სულელი უნდა იყო და თან სულიერების ნაცვლად ჩვენ მოგიტა სულის ზიანს და მეც არაფერს ზვანდა და ანდა თქვა ჩვენ ვიცით რომ ასკეტი ბერები განსაკუთრებით მძოვარი ესეთი ბერები არაფერს არ ჭამდნენ გარდა ბუჩქის თქვა რაღაცა ესეთი ფხალეულს რაც იჭმევდა ნახავდნენ უდაბნოში ამ ფესვებს გამოწუწნიდნენ ფესვიდან რომელიმე მცენარის ღეჭავდნენ და იშვიათად ფინიკის პარმას და ასე დავიწყეთ ჩვენ მარხვა მე მგონი სული ჭუიდან შევიშლებით და არაფერი სული სარგებლო აი ამ დაგვარი რამ ან მით უმეტეს ეხლა რაც წავიკითხეთ ჩვენ ვინმე რომ ახლა ღუმელში შეყოს თავი და თქვას რომ აი საბახო შევიდა ნუ რა თქმა უნდა ძმანო და ამიტომ ჩვენი შესაბამისი ზომიერი სულიერი ცხოვრება უნდა რაღაცა ჩვენთვის მაგალითად ერში ისევ საკმარისი იქნება თუ კაცი საშინელებებს მოწდება და აღარ უყურებს ზმანოდან სერიალებს ეს ძალიან დიდი იქნება აი ღვაწლი ან კიდევ რაღაც ამ დაგვარი და ასე შემდეგ თუ რა თქმა უნდა ზომიერად მიიღებს ღვინოს და ასე შემდეგ ეს უკვე დიდი ღვაწლი იქნება დაკმაყოფილდება სოლს მარტო და არ იმუშავებს და ასე შემდეგ აი ეს არის ერში უკვე დიდი ზმანოდა და ძალიან დიდი ღვაწლი. ერთი რამ მართლა საბაგანწმუნდელი ცხოვრებიდან საბას ჰქონდა ძალიან დიდი წვერი, ძალიან და მოხდა ისე რომ ჩავარდა სადღაც ჯურმუში, სადაც ცეცხლიენო ბოლი იყო და ცუდად იყო დაიმტვრა და ეს თმა შეტრუსა და ეს წვერი შეეტრუსა. და მე რომ ამოვიდა აღარ ამოდიოდა დიდი წვერი და ხშირიც არა, რაღაც აკათიხით ამოვიდა წვერი. და ზოგი მისტირო და მამასაბა აი როგორი იყავიო წვერშიო და ნახეთ რა უთხრა საბა ეს დიდი მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის. საბამ არა უშავს ამ წვერითო ხანდახან ვაპარკავდებდი ეს მიცმანო. ამ ხელა წვერია საბას თუ მოდიოდა ესეთი აზრი ძმანო და ზოგიერთი ეხლა რომ შევხედავ წარმოიდგინე სტარავერებსა განსაკუთრებით თმა პოლიტოქსია შეჭრილი და წვერია ამდე წვერები დადი ძმანო და სასაცილო არ არის ქალაქში ხა იარო ამ ხელა წვერები ძმანო და ალბათ თუ უწმინდესი ლამაზად ისტორიებს წვერს აი ჩვენი უწმინდეს მაგალითი შედალოცილო და ჩამოხვალ ზოგჯერ მონასტრიდან ამ ხელა წვერები დადიან ეს მაინც აიკითხე და გრახე რომ საბა გახარებული იყო ამის გამო რაღაცა შეიძლება რაღაცა ოდნავ ლამაზად ან ქალაქში რაღაც გადიხარ მაშინ აი ეს მაგალითი განსაკუთრებით ერის კაცმა და იშვიათად მაგრამ ზოგმა იცის ასე მოიშვებს და დაადის კაცო ყველა წვერია გაფარსული და ეს კაცი დაადის ესე გამორჩეულად ესეც აპატავნება ზოგიერთი ამბობს აი ზუსტად იუსტინიანი იმპერატორი წვერს იპარსა წმინდა გიორგი ძმაო და რაღაც სხვადასხვა საგან მიდივარ უპირველესი მოწამე წვერი გაფარსული იყო ასე რომ ზოგმა მოიცის რომ ქრისტიანმა აუცილებლად წვერი მოუშვა რა თქმა უნდა კაია წვერი კაცშვილის მაგალითად ეს როგორც აუცილებელი ესეთი რამე არ შეიძლება სხვათა შორის ხშირად მიმეორებ იმპერატორმა პეტრემ რუსეთის რომელზეც ამბობენ და იცით თქვენ რომ ქართველია გამოსცა ბრძანება რომ ყველამ შეიკრიჭეთ წვერები იმიტომ რომ რუსებს ჰქონდათ არაფერი წვერები კინოებში ისტორიაში ყოველთვის დიდი წვერები დადიოდა ხო და ევროპასთან ურთიერთობის გამო ეს დიდი წვერები რაღაც პრობლემას ქმნიდა და სასწრაფოდ გაიკრიჭოს ყველამ გაიფარსოს წვერიო ბრძანა იმპერატორი მოვიდა წმინდა მამა დიმიტრი როსტოველთან რომელიც სასწრაფოდ მოგვიდა ასკეტი იყო მიაქცეთ ყურად
ძმანო და იმ ძველ მამებს უაბრალებენ რომ ფანატიკოსები იყვნენ მიაღწია ასკეტმა მამა დიმიტრი როსტოველმა როსტოვის ეპისკოპოსმა მიტროპოლიტმა უთხრა ამათ მოუჩივრეს წვერი უნდა გაიფარსო ჩვენ გითხრა იმპერატორმა და ჩვენ თავს მოვაჭრიან მანამდე ვიდრე წვერს გავიფარსავთ მაშინ იმპერატორ როსტოველმა უთხრა წმინდანმა რომ კი მაგრამ თავი რომ მოგაჭრა ამოგივათო მეორე თავი არავა და წვერი რომ გაიფარსო ხო ამოგივათ მეორე წვერი კი და გაიფარსეთ მე დამიცილება გამიგე ესე იგი აი ამ წვერთან დაკავშირებით აი ესე შეტანდა სოდვა არ არის წვერის გაფარსვა შეიძლება ქრისტიანებმა გაიფარსოთ წვერი იმიტომ რომ ბევრი წმინდანი წვერ გაფარსული იყო მათ შორის წმინდა გიორგი უპირველესობის მაგალითი და მაგრამ თუ წვერს მოუშვენ ეცადეთ რომ ზომიერად და ლამაზად მოიშვენ ძმანოდა და არა რაღაცა იმას ასკეტია ესეც მინდოდა მე თქვა აი ხედავ თქვენ გაწვით ოქროებს და მარგარიტებს მაგრამ არეულად დაბრუნდათ მაგრამ ამას რა მნიშვნელობა და რა თქმა უნდა ბოლოსში მოგაწვით ისეთ ორს გავს და მოგაწვით რომელიც კარგად უნდა დავიმახსოვროთ და ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის იქნება მეტად მნიშვნელობა ძმანოდა და ვინც ყოფილა პალესტინაში და უნახია საბა განწმენდების მონასტერი მიხვდებოდა რომ როგორ შეიძლება აქ კაცმა იწყოს თუ ეს მარტშიც კი მაისში აღარ ვამბობდა უკვე ზაფხულში 60 გრადუსამდე სიცხე ძმანოდა 60 გრადუსამდე გველები და ღდიანილებით სავსეა ეხლაც კი ის ადგილი რა იქნებოდა მაშინ წყალი საერთოდ არ იყო საბა განწმენდილის ლოცვით ამოვიდა ის წყალი და აი ასეთ ადგილზე ძმანოდა და ანგელოზი ეჩვენა საბა განწმენდილს როცა ის უკვე 40 წლის იყო და უთხრა დინდაო რომ ამ ადგილზეო დიდი მონასტერი იყოს და ხალხი მოვიდესო და კიო უთხრა საბა მაშინ აქ დაეყუდეო მაგრამ ხომ მოგივა აზრად კი მაგრამ რა ვჭამო აქ რა ვსვა რა დავიღო და ვითაცა ილიასო ღმერთი კვებავდაო აი ესევე გამოგვება შენ და ღმერთს მიენდეო და ყველაფერი გექნებაო ძმანო და 5 წელი დღე და ღამე ცხოვრობდა იმ უდაბნოში ესე იგი არავინ არ მოსულა 5 წლის განმავლობაში მარტო ლოცულობდა და ის წმინდა ცხოვრებაში წერია რომ დღე და ღამე გალობდაო რა იქნებოდა საბა განწმენდელი რომ აღავლენდა ძმანო და დანო ამ მონასტრიდან ჯერ გამოქვაბულიდან ლოცვას აღავლენდა უფლის მიმართ და ნელ-ნელა 5 წლის შემდეგ იწყეს ძმანო და დანო მოსვლა ნელ-ნელა იწყეს მოსვლა და ჯერ 70 კაცამდე ავიდა და როგორც 70 მოციქულიო შემდეგ უკვე მოემატა და 300 კაცამდე ავიდა კიდევ ემატებოდა და უცნაური რა არის ძმანო და დანო რომ საბა განწმენდების მიერ დაარსებულ მონასტერში და მოძღვარი იყო საბა განწმენდელი წარმოიდგინე არქიმანდრიტი რა მოძღვარი იყო სულიერი მამა აი ესე მონასტერში ძალიან ბევრი რომ მოვიდნენ იფეთქა ორიგენიზმის სწავლებლობა ძმანოდა და ესე იგი აი საინტერესოა თქვენ იცით რაღაცა მოხდა ამ კვირის განმავლობაში იყო ვიღაცებმა რამოდენიმე თეოლოგმა ერთი-ორი სასულიერო პირიც იყო რაღაც აზრები გამოხატეს არასწორი ზუსტად ორიგენის მსგავსი წვალებელი ორიგენის ეს ორიგენიზმი ისეთი წვალებელია საფეხურებია მრავალ განშტოებადია ძმანო და დანო და აი ზუსტად რა განშტოებამაც ორიგენისტურმა განშტოებამ იფეთქა მე-6 საუკუნეში საბა განწმენდილის მონასტერში ზუსტად დღეს არის მოდაში ეს განშტოება რა რომ ღმერთის მოწყალებას არ შეესაბამება ჯოჯოხეთი როგორ შეიძლება ღმერთმა დასაჯოს ვინმე მუდმივ სატანჯველით და ამიტომ ჯოჯოხეთი ან საერთოდ არასებულ და სიმბოლურად არის ეს თქმული ამბობენ ან დროებითია და მე სამუდამოდ დაიკეტება და ყველა წონდება მათ შორის ეშმაკიც კი ძმანო და ეს არის დიდი ორიგენიზმის დიდი მწვალებლობა და თქვენ იცით რომ დღეს შეიძლება ადამიანმა დაფაროს თავისი
წვალებული აზრი, პირიქით წარმოაჩინოს, რომ ვითომ დიდი მართლმადიდებელია, თქვას გმო მე არიოს, მაკედონს, თქვა ნესტორის, გმო ყველა წვალებლებს, ზმანოდა და რომ ევტიხის, მაგრამ დღეს ეს წვალებლობა აღარ და ამიტომ იძახიან სპეკულიანტები, ზოგი. მაგრამ აბა კითხე თუ გმობენ ორიგენიზმს. აი ასე გამოიცნობთ თუ დაფარეს, რომ კაი დაფარო და საერთოდ არ იკადაგებთ. მაგრამ აბა კითხეთ თუ გმობენ ორიგენიზმს. აი უკვე დაიწყებენ. იცით რა ორიგენიზმი და ხშირად ისმის ხოლმე დიდი ღვთისმეტყველი იყო ზეპირად იცოდა, წმინდა წელი და ასე შემდეგ ეშმაკმაც უნდა იცოდეთ, რომ წმინდა წელი ზეპირად იცის ზმანოდა და ნუ აი აქ გაიჭედებიან, აი აქედან შეგიძლიათ ამოიცნოთ ისინი არიან თუ არა ჭეშმარიტი მართლმადიდებლები და შეგიძლიათ მიუგოთ, რომ ორიგენს თუ არ გმობენ, უნდა უთხრათ რომ თქვენ არ ხართ მართლმადიდებლები, იმიტომ რომ თუ მართლმადიდებელი ხართ, მეხუთე მსოფლიო კრებას უნდა აღიარებდეთ. მეხუთე მსოფლიო კრება კი დაგმო ორიგენიზმი, მაგრამ ეს სხვა რამე მინდა ეხლა თქვა. ზოგიერთი ამბობს, რატო ხდება, რატო არ უნდა ზოგს ესეთი აზრი აქვს. ზმანოდა და საბა განწმენდილი მე-6 საუკუნეში თავიანთ სულიერ შვილებში იფეთქა ორიგენიზმა და შენ კიდე 21 საუკუნეში თბილისში რატომ ამ ზოგიერთს ეს აზრი? ხოგესმით აქედან გამოვიტანეთ დასკვნა ზმანოდა და ეშმაკი იბრძვის და ზოგიერთი აყოლილია ამ ბოროტებას ზმანოდა და ამიტომ უნდა ვიცოდეთ და არც წამოვხსნეთ. აი მე თუ ძალიან არ გამიგზელდა მინდა ესეთი საინტერესო რამ შემოგთავაზო. რატომ ებრძვიან? იმიტომ რომ ეკლესიურ სწავლებას, იმიტომ ზმანოდა დანო, რომ მათ უნდათ ეს საერთოდ ამპარტავნებაა ძირი ამის, მათ უნდათ რომ გზა, რომელიც ეკლიანია, იცი თქვენ მართალი გზა, ჭეშმარიტი გზა ესე არ არის, ახლა მოიპოვო ცხონება ისე რომ აქაც მაგარი დრო ვატარო და იქაც მაგარი უნეტარება მოიპოვო ესე არ არის, თვითონ მაცხოვარმა განგვიცხადა, ხო? ვიწროა ეკლიანი ეს გზა და მცირედივლიდან და ფართოა ჯოჯოხეთის გზა, ის გზა, სადაც არ უნდა არაფერი სიარული, დროს დარებით მიდიან ჯოჯოხეთში. ეს თვითონ მაცხოვარმა განგვიცხადა ჩვენ ზმანოდა დან ამიტომ ზმანოდა დანო აი ასეთი მოაზროვნე თეოლოგებს უნდა წარმოაჩინო, რომ ღმერთი არა დამსჯელი, საერთოდ არ წერია ბიბლიაში არაფერი ღვთის შიშისა და ღვთის ის რომ ღმერთის ჯის ადამიანს ცოდვების გამო ეს საერთოდ არ წერია. მე მინდა პატარა ესეთი ის გავაკეთო და გაჩვენოთ, თუმცა რატომღაც ვერ პოულობ, მაგრამ ნუ ჯერათ ალბათ შენ და შემიძლია განახოთ, რომ ბიბლიაში ბევრ ადგილზე წერია, რომ ღვთის შიში ეს არის ყველაზე დიდი დასაწყისი სიბრძნისა. ღვთის შიში ეს არის დასაწყისი ყოველგვარი სიკეთისა. ღვთის შიში ეს არის ბოროტების დამარცხება, თუ გინდა უნდა ღვთის შიში დაიწყოს. და მახსოვარი თვითონ ამბობს ზმანოდა დანო, ლუკას მე-12 თავშია, კარგად დაიმახსოვრეთ, თვითონ ამბობს, მე გეტყვი თქვენ ვისა გეშინოდეს, ამბობს მაცვარი, გეშინოდეს იმის, ვისაც შეუძლია სიკვდილის შემდეგ გაგიშვა ჯოჯოხეთში. ანუ ღვთისა გეშინოდეს. ასე რომ ზმანოდა დანო, მათი ეს აზრი, რომ ღვთის შიში არსა დაწერია სახარებაში, რომ ღმერთი არჯის ადამიანს და ასე შემდეგ, არის პირდაპირ მათი სუბიექტური აზრი და როგორ შეიძლება ეს პირდაპირ ეფუძნება ზმანოდა დანო წმინდა წერილს და რასაც ჩვენ ვასწავლთ. ასე რომ ეს ალბათ ვინც Facebook-ში შედიხარ, მიაქცევთ ყურადღებას, დიდი ამბავი ვატეხილი, მაგრამ პატრიარქის უდიდესი ავტორიტეტის გამო, როგორც ჩვენ გავიგეთ, ეს კამათი ჩაწყნარდა და იმ მხარე, ვისაც იმედია ჩვენ ყველა სიყვარულით უნდა ვუყუროთ, წვალებლებსაც სიყვარული, აი თვითონ საბა განწმენდელი ზმანოდა და მიუხედავად იმისა, რომ მონასტრიდან გააძევა, როცა შეძლო
ორიგენისტული წვალებლის ბერები, უაზროვნე ბერები, მე დაიგო რომ საჭმელი არ ქონდა. შეეცოდა მთელი სულსაცანოვანი წავიდა და თავის ხელით მიუტანა. დააპურა, ასწავლა, კიდევ ერთხელ სულიერად გაასწავლა ძმანოდან, ანუ ჩვენ ზოგს აქვს ესოან წვალებელია და ადამიანად ამართულს, რა თქმა უნდა, ჩვენ ქრისტიანებმა ის ადამიანების დიდი სიყვარულით უნდა მოიხსენოთ, ძმანოდა, მე დაიბაროს, წარმოიდგინე, შენი შვილი რო იყოს, შენი ახლობელი რო იყოს, ესე ხო ვერ მიაგდებ, არა? ხო ყოველგვარ მღონეს სიხმა, რო კვლავ დააბრუნოს, ატყუებდა, ხო გეყვარება მაინც და ასე შემდეგ. ამიტომ ეს სიყვარული უნდა შევინარჩუნოთ, ძმანოდა და თუმცა ის იდეა უნდა მოვიცნოთ. აქეთ მოდით ახლა ჩვენ შეგვიძლებული მორდით განს მოგაფრთხილოთ და ამით დავასრულოთ. თუმცა კიდევ გიმეორებთ, რომ საბა განწმენდელის ცხოვრება ამოუწურავია და უდიდესი განძია მისი ცხოვრება. თავდაპირველად ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობით კიმენური ხელნაწერი გვაქვს შენარჩუნებული, ანუ უძველესი ძმანოდა დანო და ითვლება ეს კიმენური ხელნაწერი საბა განწმენდელის ითვლება ქართულ ენის დიდება, მეცნიერები ესე ამბობენ. იმდენად ესეთი ლამაზი საკითხავია ძმანოდა დანო. ნუ მის ცხოვრებაში ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი სასწაული გავიხსენოთ, თუნდაც ის რომ ხშირად გადაადგილდებოდა ხოლმე საბა განწმენდელი, იმიტომ რომ პატივში არ ყოფილიყო და ბევრი ხალხი როგროვდებოდა, არ უნდოდა და ცალკე უნდოდა გასვლა. ერთხელ ესეთი გასვლის დროს ერთი გამოქვაბული ნახა, შევიდა იმ გამოქვაბულში და ნახა რომ რომი იწვა და მიუწვა გვერდზე, რა საოცრებაა, რა ზონდა. რომმა დახედა ეს ვინ მოვიდაო, მოკიდა ეს ქეჩოში ესე სამოში, აიყვანა პირი და გაიყვანა გარე და დააწვა. შემოვიდა თვითონ ისევ დააწვა. საბა განწმენდელი ისევ შემოვიდა, ისევ მიუწვა. რომმა ისევ გაიმეორა, მოკიდა ქეჩში, გაიყვანა დააწვა. საბა შემოვიდა ეხლა და დაასვა და თვითონ დააწვა. ეხლა ლომის შემოვიდა და მიუწვა გვერდზე ეხლა ლომი. და საბა ეუბნება რომ ლომო, თუ გინდაო, რამხელა გამოქვაბულია, ორივე დავეტოვე, თუ არა და დატოვე გამოქვაბული და წადიო. ლომი ადგა დატოვა გამოქვაბული და წადიო. ნუ ჩვენთვის ეს რაღაც გაუგებარია, მაგრამ საბა განწმენდელის იყო ძმანოდა დანო, ღვთის კაცი, ღვთის მეგობარი და როცა ესეთი კავშირი იკვება ღმერთთან, უკვე ღვთის ყოველი კნილება ემორჩილება ადამიანს ძმანოდა დანო. და აი ეს შეფერებული ორი ბარათი და დავასრულოთ, იმიტომ რომ ძალიან გამიგზელდა, თუმცა კიდევ მეორე უამრავი მარგალიტებია, უამრავი ბრილიანტებია, უამრავი ოქროა ამ დიდებული კაცის ცხოვრებაში. და აი მე ორი მეუდაბნოე მამის დარიგებას მოგაწვით და ამით დავასრულოთ. ძმანოდა და საერთოდ წმინდა მამები ამბობენ, რომ თუ ვინმე განმარტა სახარება ყველაზე ძლიერად განმარტა მეუდაბნოე ბერები. რატო? იმიტომ რომ სახარება არის სულიერი წიგნი. ხოლო არ შეიძლება ეს განმარტოს თეოლოგმა, სწავლულმა, ის ვერ ჩათდება ამის სიღრმეებს. იმას შეიძლება რაღაც განათლებიდან მოიყვანოს მაგალითად წაკითხული. ხოლო მეუდაბნოე ბერი თუ ის წმინდა ცხოვრობს, რა თქმა უნდა, მაშინ ის არის სოცხალი მაგალითი სახარების. სოცხალი, ეს სახარება არის გაცოცხლებული სახარება. ამიტომ ყველაზე მეტად მას ესმის რა წედია სახარებაში. და აი სისოი დიდი თქვენიც ეს ერთ-ერთი უდიდესი მამა ღირს მამებში ბევრს აქვთ ესეთი სახელი დიდი. ეს იყო უდიდესი მამები, რომლებიც შეუერთდნენ ღმერთს და როგორც მოსე ისე ელაპარაკებოდნენ უფალს. ამიტომ ეს წოდება დიდი ძალიან დიდს ნიშნავს ღირსი მამის. ერთმა ძმამ უთხრა სისოი დიდს, ღვთის განუწყვეტელი ხსოვნა მაქვს, მამაო. ესე იგი ამ ბერმა მიაღწია იმას, რომ ყოველ წამს ღმერთი ახსოვს. ღირსმა სისოი მიუგო, დიდი ვერაფერია. ეს მის მანდა ჩვენ ამასთვის რომ მოგვახსოვინა ერში, რომ სულ მუდამ ღმერთი გვახსოვს.
ამიტომ არის სკვნილი აუცილებელი, რომ ეს სკვნილი მოგიჭირავს, აი სულ ღმერთი გახსოვს. ძალა უნდა მოგიჭირავს, ხო? უკვე გახსოვს. იმის არ იყოს თქვა ეხლა ხატი რო დავიჭიროთ ესე და სულ ესე ვატარავთ ან მანქანაში რატოა ხატი, იმიტომ რომ ჯდებიან, ღმერთი შეიძლება არ გახსოვს, მაგრამ ხატს რო დაინახო გახსოვს და ასე შემდეგ. ესე იგი, სკვნილი ამიტომ უდიდესი მნიშვნელობისაა. ყველადაც რომ გეჭიროს უდიდესი მნიშვნელობისა იმ გაგები, რომ უკვე გახსოვს ღმერთი. ძმან უნდა დანო და თუ იმოცებ ხონკარ და ნახე ღირსმა სისოე მიუღო, მაგრამ ესე იგი, ეგ დიდი ვერაფერია. გაგვიგვირდება ხა ჩვენ როგორ აბა ეს დიდი ვერაფერია, მაგრამ ვერაფერია თურმე ვერაფერია ძმანო და დღედახამე თუ რომ ლოცულობდე, დღედახამე რომ მარხულობდე, თურმე ეს ვერაფერია. რატომ ეხლა გვინდა დიდი სათნოება, ანუ დიდი სიკეთე. ის იქნება შვილო თუ საკუთარ თავს ყოველ ადამიანზე უარესად შერაცხა. აი ძმანო და ქრისტიანი. ესე იგი, შენ წარმოიდგინე, რომ ეს კი არ არის დიდი რაც იმანო ხარავით ის, რომ შენ შერაცხავ თავს ყველაზე გლახარ. აი, ამას ვინც გინდა აიღე გონებით, ვინც გინდა წარმოიდგინე იმაზე უარესი ვარ მე. ამას რო ეთქო, ახლა შენ წარმოიდგინე სკრილი ვიჭერავს ხელში, დღედახამე წმინდა წერილს კითხულობ, მართლა ლოცულობ, ყოველდღე წირვას ესწრები, თქვა მე დავითნეო, ყველაფერს აკეთებ, მაგრამ გამოხვიდე და რაღაცა გითხრას ან დახსინოს და აღება ჩაახვა თავში. ესე იგი, რას აკეთებდი, რას მე დავითვლობდი, რა ღმერთი გახსოვდა, რას ლოცულობდი, შენ შინაარსი ვერ გაგიგია. მაგრამ ავიღოთ კაცი, რომელიც ასე არ ლოცულობს, დღედაღამე თქვა ისე არ ახსოვს, მაგრამ აი ეს იცის, რომ უყვარს ადამიანი და ყველა ადამიანზე უღირსათulis თავს. ის ადამიანი რომ გამოვა, გარეთ თუ დასცინოს, ვინმე იტყვის, რომ გულში იტყვის, რომ ღმერთმა დაგლოცოს იმას ეთქვი და გულში იტყვის, რომ ღირსი ვარ და ნამდვილად, ან დაინახავს ვინმე წაქცეულს, ლოცს, ხო, ვიღაცა ჩაუვლის და იტყვის, აი ახლა, ნახე, ეს და მე ერთი გვაქვს, რამდენჯერ სმენი ესეთი რამო, ძმანო და დამო. მახსოვს გარბაჩოვმა, რომ სუხოის ზაკონი შემოიღო, ვიღაცა ეგდო ძირს აწალი ლოთი და ვიღაცა კაცმა ჩაიარა და ზუსტად ეს თქვა. აი ახლა გარბაჩოვი სწორიაო, მე და ეს ამისთვის და ჩემთვისო ერთი კანონი რო შემოიღო, მე და ეს ერთი ვარ და გამიგე. აი ის ერთი ის აგდია ძირს, არაფრით არ ახარ მეტიც, და თუ კარგად დააგვირდები შენ თავს. ამიტომ ყველაზე დიდი ყოფილი. ის კი არა რომ ზეპირად ვიცით ის რა ქვია, ყველაზე დიდი ის არის და ამაზე უნდა ვიმუშაოთ და ჩვენ არავინ თუ შეატყო. შეიძლება უბრალოდ კაცი მოვიდეს, უსწავლელი, ლოთი, შეიძლება ნარკომანის, არასოდეს არ თქვა რომ შენ იმაზე მეტი ხარ. თუ შენ თქვი და გონება შემომიძრეს, იცოდე რომ უკვე დამნაშავე ხარ და იცოდე რომ უკვე ქრისტიანი არ ხარ და იცოდე რომ არ გიყვარს მოყვარს. ამიტომ აქედან უდიდესი სარგებელი მივიღოთ ძმანო და დანო და თუ საკუთარ თავს ყოველ ადამიანზე უარესად შერაცხაო. დიდი საქმეა ღვთის განუწყვეტელი ხსოვნა, მაგრამ ეს სიმაღლე ძალიან საშიშიცა თუ მისგან მიმავალი კიდე სიმდაბლეს არ ემყარება. და მეორე და ამით დავამთავრებ. ერთმა ასევე დიდმა მეუდაბნოე, მე მგონი პიმენ დიდს მამამ იმენ დიდმა თქვა. იქ არ წერია რომელმა, მაგრამ იმენი დიდის გამონათქვამების შემდეგ წერიეს და უნდა ვიგულისხმოთ რომ მან. ერთმა მეუდაბნოე დიდმა მამამ თქვა. ჩვენ სუბუქი ტვირთი საკუთარი თავის განკითხვა დაუტევეთ. ესე იგი ჩვენო დავანებეთ თავი სუბუქ ტვირთსო საკუთარ თავს რო განვითაროთ. და ძალიან ძიმე ტვირთი სხვისი განკითხვა წამოვიდეთ ზურგზე. ძმანო და დანო. თითო ასეთი გამონათქვამი მთელ წიგნებს უდრის. ალბათ არავინ ისე ღრმად არ ჩაწდომია სახარებას, როგორც წმინდა მეუდაბნოე მამები. მათი თვისება იყო სიმდაბლე, მუდმივი საქმე, საკუთარ ცოდვათა გლოვა.
აი ეს უდიდესი რამ დავიმახსოვრ და ნახეთ რა კაი დარიგებაა ძმანო და დანო, რომ ჩვენ სუბუქი ტვირთი, იმიტომ რომ ეს მართლა სუბუქი ტვირთი რა უნდა საკუთარი თავის ხილებას, ხო? და განდიხოს. ეს გავანებეთ თავი დაუტევეთ და სხვისი ძალიან მძიმე ტვირთი ვიმტოვა დამძიმებულის, რომ ვიცოდეთ, იმიტომ რომ დამძიმებული. და სხვისი განდიხვა წამოვიდეთ ზურგზე. მე კიდევ ესე ვფიქრობ, რომ განავითაროთ ეს, რაც აქ წერია წმინდა მამების. წარმოიდგინე ახლა მე რო განვიკითხო ვინმე ადამიანი. რას ნიშნავს? აი ფიზიკურად წარმოვიდგინე, ნიშნავს რომ ამ ადამიანის ტვირთი ვიტვირთ, ეს ადამიანი რომ მოვიკითხო ახლა ზურგზე და რომ დავიწყო სიახლე. წარმოვიდგინე. თუ ერთ ადამიანს განვიკითხო, აი თქვა მამა ლაზარის განვიკითხო. წარმოვიდგინე მამა ლაზარი ყავს ზურგზე მივიდა. მაგრამ იმათ თუ განვიკითხა ვაიმას. მე უნდა წარმოვიდგინო და ძმანო და დანო. რაშია საქმე? თუ ორ ადამიანს განვიკითხა, თუ ორ ადამიანს, წარმოვიდგინე ორი ადამიანი რომ დაგაჩნდეს. 3-3, 10 რა დღეში ადამიანი. ეს მართლაც ესეა ძმანო და დანო. ჩვენ იმიტომ ვართ ახეთი რაღაცა რომ ხეთებს და იმას გავართ, რა რომ გაივი ქალაქში გულიგის ხდება ზოგჯერ გავართ ძმანო და დანო. ესე იგი რაღაცა კაცსისყლეს მოხუშულებით და განვიკითხა. ჩვენ ერთმანეთს არ განვიკითხავდნენ. რა სახეები გვექნება ძმანო და დანო? რა სახეები, რა გვექნება, რაღაც ვიქნები დაგვირთული, ვიქნები განთავისუფლები და ბედნიერი ძმანო და დანო. ამიტომ აი ეს განსაკუთრებით ორი უდიდესი წმინდა მამის დარიგება შევიგონოთ ძმანო და დანო და ცხოვრებაში გავატაროთ. ესე იგი რა, პირველ ის რომ ჩვენ ყველა ადამიანზე უფრო დაბლად წარმოვაჩინოთ თავი და არავისზე არ აღვიმაგროთ თავი და მეორე ძმანო და დანო მეორე რომ არავინ არ განვიკითხოთ და აღვასრულებთ ქრისტეს და ვივლით ამ დიდებულ გზაზე გასულ თქვენ ერთ მამას არაფერი ღვაწლი არ ქონდა გარდა იმისა რომ არავის არ განიკითხა და სიკვდილის წინ დაუწყნარდა სახე ისე დაუწყნარდა რომ გავებდე გამწვიდა რა კაცი დეუნებია ამო რა ხდება როგორ ახალო ეს სიკვდილის წინ ესე შვიდადად კარგათო და ამ მამამ უთხრა რომ ხო შენ არაფერი ისეთი ღვაწლი არ გაქონდა არ გეშინიაო არა მე არავინ არ განიკითხია და ეხლა ველოდები უფლის სიტყვების ასრულებას არ განიკითხოთ და არ განიკითხებთ. დაგლოცეთ და დაგვრჩეთ და გაგახარეთ.